საქართველოს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორის იურგენ ბოსის შეხვედრაზე აღინიშნა. მთავრობის მეთაურმა იურგენ ბოს განუმარტა, რომ ეს საქართველოსთვის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი კულტურული, არამედ პოლიტიკური პროექტია. შესაბამისად, პროცესის კოორდინაციას პირადად უხელმძღვანელებს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, იმისთვის, რომ საქართველოს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ღირსეულად წარმოჩინდეს, 300-ზე მეტი ქართული წიგნის თარგმნა იგეგმება. აღნიშნულ პროცესს კოორდინაციას ეროვნული წიგნის ცენტრი გაუწევს, რომელიც კულტურის სამინისტროსთან შეიქმნა. ეს არის არა მხოლოდ კულტურული, არამედ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის პროექტი. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრი დგას ამ პროექტის სათავეში და იგი თავად უწევს კოორდინაციას ყველაფერს, რაც კეთდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის. უშუალო შემსრულებელი სამუშაოსი არის კულტურის სამინისტრო, რომელშიც არის შექმნილი, ან რომელთანაც არის შექმნილი ეროვნული წიგნის ცენტრი, რომელიც კოორდინაციას უწევს გამომცემლობების მოზიდვას გერმანიიდან, სხვა ქვეყნებიდან, თარგმანების განხორციელებას და ასე შემდეგ და მასში ჩართულია ფაქტიურად მთელი მთავრობა, რადგანაც ქვეყნის პრეზენტაცია არის მთლიანად მთავრობის ამოცანა.